ზელენსკი ღიად და ენერგიულად საუბრობდა საკუთარ გეგმებზე 2019 წლის არჩევნებამდე. ის შემდეგ რამეს ამბობდა. სურს მივმართოთ ჩვენს მთავრობას დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. შემიძლია ბევრი უწმაწური სიტყვა გამოვიყენო, თუმცა უბრალოდ მოგიწოდებთ. პატივისცეთ ხალხს. თუ აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში ხალხს რუსულად საუბარი სურთ, და აი ასეც იყოს. მათ თავი დაანებეთ. მიეცით კანონიერი უფლება ისაუბრონ რუსულად. ენა ვერასდროს დაყოფს ჩვენს სამშობლოს. მე ებრაული სისხლი მაქვს. ვლაპარაკობ რუსულად, თუმცა უკრაინის მოქალაქე ვარ და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. ნამდვილად არ მსურს სხვა ქვეყნის ნაწილი გავხდე. ასევე ძალიან მინდა მივმართო ბატონ პუტინს. ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმირისძე. მინიშნებაც კი არ გააკეთოთ სამხედრო კონფლიქტის დაწყების თაობაზე თქვენი მხრიდან, რადგან რუსეთი და უკრაინა ჭეშმარიტად ძმური ხალხი ვართ. ვიცნობთ ათასობით რუსს. ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჩვენ ერთნაირი კანის ფერი გვაქვს. ერთი სისხლი გვიჩქებს დარღვევში და ერთმანეთისაც კარგად გვესმის. მიუხედავად სხვადასხვა ენებისა. თუ გნებავთ, ამას გულწრფელად ვამბობ. მზად ვარ მუხლებზე დავდგე და შეგეხვეწოთ. თუმცა გთხოვთ, რომ ჩვენი ხალხი არ დააყენოთ მუხლებზე. ახლა მინდა ჩვენს უკრაინელ ხალხსაც მიმართო. მეგობრებო, ჩვენ დიდებული ხალხი ვართ. ჩვენ მთლიანად ერთი ქვეყანა ვართ. ყველა სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი. არც ევროპაზე და არც რუსეთზე. არამედ მხოლოდ თქვენს თავზე იფიქრეთ. 2014 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა, პუტინმა ღიად და ენერგიულად განაცხადა შემდეგი: მივმართავ უკრაინელ ხალხს. მე გულწრფელად მინდა თქვენ ჩვენ გაგვიგოთ. არ გსურს ზიანი მოგაყენოთ ან შეურაცხყოფთ თქვენი ეროვნული გრძნობები. ჩვენ ყოველთვის ვცემდით პატივს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. განსხვავებით მათგან, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო უკრაინის ერთიანობა გაწირეს. ისინი მუდმივად იმეორებენ სლოგანებს დიდებული უკრაინის შესახებ. თუმცა სწორედ მათ გააკეთეს ყველაფერი ქვეყნის დაყოფისთვის. დღევანდელი სამოქალაქო კონფრონტაცია სრულად მათ კისერზეა. მინდა კარგად მომისმინოთ, ძვირფასო მეგობრებო. არ დაუჯეროთ მათ, ვინც ცდილობს, რომ რუსეთით შეგაშინოთ. თითქოს ყირიმს სხვა რეგიონებიც მოჰყვება. ჩვენ არ გვინდა უკრაინის დაყოფა. ეს არ გჭირდება. ამ ორ პრეზიდენტს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგები ამ იდეებზე რომ დაეფუძნებინათ, განაუკეთესად არ წარიმართებოდა ყველაფერი რუსეთისა და უკრაინისთვის. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.